სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. უპირველეს ყოვლისა იმის შესახებ, რომ წმინდა ლიტურგია ეს არის შეხვედრა უფალთან, ზიარება ქრისტესთან. ამდენად ადამიანი, რომელიც მოდის შესახვედრად უფალთან, უნდა იყოს შესაბამისად ღირსეულად მომზადებული. და არა ისე, როგორც ჩვენ გვესმათ დღეს მათეს სახარებისეული იგავიდან 5 სულელი ქალწულის შესახებ, რომელთაც ღირსეული სასყიდელი ვერ მოეყოთ, რათა შეხვედრობდნენ უფალს და დარჩნენ ცათა სასუფეველის გარეთ. წუხრი, ცისკარი, ლიტურგია ეს არის ერთი საღვთისმსახურო ციკლი და როდესაც ადამიანი აპირებს ზიარებას, აუცილებლად უნდა დაესწროს სამივე ამ ღვთისმსახურებას. გარდა იმ შემთხვევებისა, თუ კი არის პატარა ბავშვი, ან ხანდაზმული, ან უძლურებაში მყოფნი, ან სამსახურებრივად დაკავებული პიროვნება, რომელსაც მხოლოდ ლიტურგიაზე შეუძლია მოსვლა. თქვენ იცით, რომ გუშინ ჩამობრძანდა უწმინდესი და უნეტარესი ჩვენი პატრიარქი რუსეთიდან. როგორც მან აღნიშნა, ეს იყო ისტორიული ვიზიტი. თუ დეტალურად რა მოხდა იქ რუსეთში, ამის შესახებ მიმდინარე მოვლენები ჩვენ დაგვანახებს. მაგრამ ერთი რამ ცხადია. სამწუხაროდ ისტორიულად და ეკლესიაში ცნობილია არაერთი ასეთი ფაქტი, რომ საერო ხელისუფალთა დაშვებულ შეცდომებს შემდეგში ასწორებდნენ სასულიერო ხელისუფლების წარმომადგენლები. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ზუსტად ასე ხდება. ჩვენ ვნახეთ პატრიარქის ვიზიტი და ასევე ჩვენ ვნახეთ რამოდენიმე დღის წინ პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში, რომელმაც ალბათ ყოველ ჭეშმარიტ ქართველში დიდი აღშფოთება გამოიწვია. პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს ლანძღავდა უცხო ტომელთა წინაშე. ალბათ შეიძლება ასე თქვათ პირდაპირ, რომ როგორც თვითონ ეძახდა ახლახანს გამოსულ პოლიტიკურ პატიმრებს, ჯაშუშებსა და ექსტრემისტებს, ნამდვილად დასტურდება, რომ ეს პიროვნება არის უცხო ქვეყნის ჯაშუში ჩვენს ქვეყანაში და ალბათ ჯობია იმ ქვეყანაში წავიდეს, საიდანაც ჩამობრძანდა. სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვით. ხოლო რაც შეეხება პატრიარქის ვიზიტს, კიდევ ერთ ისტორიულ მოვლენას მოგაგონებთ და ვინც არ იცით გეტყვით, რომ მე-4 საუკუნის ბოლოს, როდესაც ანტიოქიელები აუჯანყდნენ იმპერატორს, რომლის საყდარიც კონსტანტინოპოლში იყო და ანტიოქია ექვემდებარებოდა კონსტანტინოპოლს, განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, რომ პირისაგან მიწისა აღეგავათ ანტიოქია და სასტიკად დაესაჯათ იქაური ხალხი. შეზურწუნდა მთელი ანტიოქია და შეჩერდა ყოველგვარი ხიარულება და ზეიმი. ანტიოქიელები დაზაფრულები ელოდებოდნენ სამხედრო რაზმების გამოჩენას მათ ქალაქში. და იმდროინდელი პატრიარქი ანტიოქიელი ღებულობს გადაწყვეტილებას და ჩადის კონსტანტინოპოლში. მუხს უდრეკს იმპერატორს და თავისი ხალხის სახელით შენდობას თხოვს მას. შეწუხდა იმპერატორი და ფეხზე წამოდგა. პირიქით შენდობას თხოვა და გასცა განკარგულება, უკვე გამზადებული სამხედრო რაზმები შეჩერებული. ასე გადარჩა ანტიოქია. ამას ყველაფერს უნდა გაგება. ყველაფერს ჭირდება სიღრმისეული შეხედვა და არა ისე, რომ რაც ჩვენ მოგვესურვება და რაც ჩვენ გგონია, რომ არის ისე თქვათ გამოხატოთ და ვიფიქროთ. ძალიან რთულია
სამღვდელმთავრო მისია, საერთოდ მღვდლის მისია და მე მინდა გამცნოთ, რომ ჩვენი სამრევლოდან მამა ათანასეს რამოდენიმე დღის წინ დაასხეს ხელი. მღვდელმსახურად იგი უკვე მღვდელია და უსურვო მას, რომ ყოველთვის ცოდნოდეს, რომ ძალიან მძიმე ჯვარია სამღვდელო პირობა და მით უფრო მღვდელმთავრობა და პატრიარქობა. ამდენად ჩვენ განკითხვას კი არ უნდა მივხოთ ხელი, არამედ მადლობა უნდა უთხრათ ჩვენს პატრიარქს იმისათვის, რომ მან თავი დაიმდაბლა და ჩავიდა რუსეთში. რაც შეეხება პოლიტიკას, რადგანაც თითქოს ისე ხდება, რომ პოლიტიკოსები რაღაც განყენებული ხალხია. არა, ისინიც ჩვენი ქვეყნის შვილები არიან. მაგრამ თუ როგორი უნდა იყოს პოლიტიკოსი, ეკლესიური თუ საერო ხედვით, აი ამის შესახებ აქვს შესანიშნავი წერილი წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზ სერბს, რომელიც მინდა რომ წაგიკითხოთ. თქვენი წერილიდან გავიგე, რომ თქვენ პოლიტიკის ზურგს უკან რაღაც განსაკუთრებული მორალის აღიარებისაკენ ხართ მიდრეკილი, რომელიც განსხვავდება საერთო ადამიანური მორალისაგან. ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს, თუმცა კი თქვენი აზრი ფაქიზად და ფრთხილად გამოხატეთ. იმას, რაც უპატიოსნებად ითვლება ჩვეულებრივ ადამიანურ ურთიერთობებში, პოლიტიკაში პატიოსნებად მიიჩნევენ. ის, რაც ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობისას დაუშვებელია, პოლიტიკაში დასაშვებია. ეს სახიფათო ტენდენცია არც გუშინ და არც თქვენგან არ შობილა სამწუხაროდ. ადამიანებმა მართლაც ჩათვალეს პოლიტიკური მორალი განსაკუთრებულ მორალად, ესე იგი ამორალობად. განაჩვენ არ ხსნენია ასეთი აზრი, თუ შენ გონია, რომ ის სიმართლეს ლაპარაკობს, არა, იგი უბრალოდ პოლიტიკოსია. ხედავთ, როგორი უფსრული ყოფს თქვენს თეორიასა და ხალხის აზრს. თქვენს განსაკუთრებულ პოლიტიკურ მორალს ხალხი უბრალოდ სიცრუესა და ტყუილს ეძახის. თქვენ კი ხალხის აზრს ანგარიში უნდა გაუწიოთ. იმიტომ, რომ პოლიტიკა თავისი საუკეთესო გაგებით სახალხო საქმეა. ხალხისადმი უდიდესი სამსახური. მე მესმის, რაც თქვენ გსურთ. თქვენ სურვილი გქონდათ მართვის რაღაც განსაკუთრებული საშუალება გეპოვათ, რათა ხალხსაც წარმატებები ჰქონოდა და სახელმწიფოც განვითარებულებოდა. დღეს ამ განსაკუთრებულ საშუალებას უცილობლად ფსონის დასადებს, რომ მოგვაგონებს თქვენ პოლიტიკურ მორალს უწოდეთ. ეჭვიც არ მეპარება თქვენს განზრახვათა კეთილშობილებაში და მაინც, რასაც თქვენ ამბობთ, მორალის გარეთ იმყოფება. ქრისტიანობისა და კულტურის გარეთ. ეს დიდი ხნის ნაცნობი თამაშია, ძლიერისა სუსტთან. ლაკუსი, რომელშიც როცა ყალბი ღიმილი არ შველის, საქმეში კბილები და ბრჭყალები ერთვებიან და პირიქით. ხალხი ასე ამბობს, სიმართლეზე დედამიწა დგას. თუ კი თქვენ არაფრად აგდებთ ამ ხალხურ აქსიომას, როგორც უმეცრებას, უსმინეთ, რას ამტკიცებს ცივილიზებული ინგლისელები. პატიოსნება საუკეთესო პოლიტიკაა. იყო დრო ინგლისის პოლიტიკის ისტორიაში, როცა ისინი სხვაგვარად ფიქრობდნენ, მაგრამ გამოცდილება მათ ასწავლა, რომ პატიოსნება ჭეშმარიტად საუკეთესო პოლიტიკაა. ერთმა გამოჩენილმა ამერიკელმა სახელმწიფო მოღვაწემ თქვა, ამერიკელები პარლამენტში იმ ფიქრებითა და აზრებით რომ მიდიოდნენ, როგორითაც ეკლესიაში მიდიან, მაშინ ჩვენი სახელმწიფო მყარი, ხალხი კი ბედნიერი იქნებოდა. თვით ძველ წარმართთა შორის ბალკანეთზე განსაკუთრებით იმ მმართველებმა გაითქვეს სახელი, რომლებიც კერძო და სახელმწიფო საქმეებში ერთ და იმავე მორალურ წესებს ეყრდნობოდნენ. გაიხსენეთ, როგორ მოიქცა მართალი არისტიდე, როდესაც მის სამშობლოდან გაძევებას აპირებდნენ. ერთმა უწიგნურმა სთხოვა მას თიხის ფილაზე დაეწერა არისტიდე განიდელნოს
და არისტიდემაც უყოყმანოდ დაწერა სიტყვები, რომლებიც მისთვის საზიანო იყო, ანუ დაეთანხმა აი ამ უბრალო მოქალაქის აზრს. კარგი იქნება, რომ ჩვენი პრეზიდენტიც დაეთანხმოს ხალხის აზრს. ქრისტიანულმა რელიგიამ ისე როგორც არავინ და არასდროს წინათ გამოაცხადა და დაამტკიცა ერთიანობა მორალისა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ევროპის პატარა კონტინენტზე არეულობისა და უბედურებისა გაორებული მორალია. ერთი მორალი გამოიყენება პირად ცხოვრებაში, მეორე საზოგადოებრივში. იმას, რომ ორმაგ მორალს სიკეთე არ მოაქვს, ებრაელ უხუცესთა ქრისტესადმი დამოკიდებულება და ებრაელი ერის შეცდომა შემდგომში ისტორიული შეცდომაც გვიდასტურებს. მღვდელმთავრები საკუთარ ხალხში სჯიდნენ სრულ მორწმუნეებს, მაგრამ შემდეგ უკვე თვითონ ეძებდნენ ისეთებს, ვინც ქრისტეს წინააღმდეგ სრულ მოწმედ გამოადგებოდათ. ისინი მას რომაელების მომხრედ თვლიდნენ, ხოლო რომაელ პილატესთან შეასმენდნენ, რომ იესო რომაელთა და კეისრის წინააღმდეგია, რადგანაც თავის თავს მეფეს უწოდებსო. თანაც მლიქნელურად დაურთავდნენ, არა გვივის ჩვენ მეფე გარნა კეისარი. აი ორმაგი მორალი, აი პოლიტიკური მორალი, რომლითაც იუდეველ პოლიტიკოსებს სურდა თავისი ხალხის გადარჩენა და რომელთაც დაღუპეს იგი. ხედავდა ყველა ხლართებს, ყველა ამუზნეო ფარისეულო ფუსფუსს, თავის ირგვლივ და უფალმა იწინასწარმეტყველა. აჰა ესე რა, დაეტოვოს თქვენგან სახლი თქვენი ოხრად. აი თქვენ ნაყოფი პოლიტიკური მორალისა, აი საშინელი გაკვეთილი ყველა სახალხო ლიდერისათვის, რომლებიც მორალს ორად ყოფენ, სილდებიან ხალხურ აქსიომას, სიმართლეზე დგას დედამიწა. ასე რომ ყველა ადამიანი უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა საკუთარ სინდისთან მართალი, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ არა პოლიტიკოსი, რომ შემდეგში იყოს მართალი ღმერთთან. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენთაგანი ყოფილიყავით უპირველეს ყოვლისა სინდისთან, საკუთარ სინდისთან მართალი და არ დაგვეწყოს შეფასებები, მით უფრო მცდარი შეფასებები და განკითხვები ადამიანებისა, რომლებიც ხალხზე ზრუნავენ. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ის ვამხილოთ, რაც ქვეყნისთვის, ხალხისთვის, ეკლესიისთვის არის საზიანო და შეურაცხყოფის მომტანი. იმას, რაზედაც უნდა იდგეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, იმას ვაფასებთ მცდარად და არასწორად. ღმერთმა ინებოს, რომ აღქმის უნარი, ხედვის უნარი, თაებრივი ხედვის უნარი მოღწეს ღმერთმა. ღმერთმა დაგვირჩევთ და გაგვიმართ.